აგვისტოა მაინც გახურებული პოლიტიკური სეზონი არ არის და მასმედიის ნაწილიც შვებულებაშია წასული პოლიტიკოსებთან ერთად, რა ვიცი თუ რაიმე გაინტერესებს, მე მზად ვარ გიპასუხოთ შეკითხვებს. რაზეც გინდათ ის კითხეთ, ყველაფერზე გიპასუხებთ, რაც გინდათ. მზად ვარ. რა ვიცი, მხოლოდ დადებითად უყურებ ამ ფაქტს ახლა. ნებრივია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომ ამჯერად რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში ნამდვილად ჩატარდა ისე, რომ იქ არ ჩარეულა პოლიტიკა, არ ჩარეულა სახელმწიფო, ეხლა იქ არ მისულა უშიშროება და რო თქვიან, რომ ამას მიეცით ხმა, იმას არ ვიცით და რაც ადრე ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, აქ ნამდვილად ჩატარდა, წყნარად, შვიდად და გაიმარჯვა ადამიანმა, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემდა. მასთან ერთად ჩემი კოლეგაც ყოფილა პარლამენტში ერთად ყოფილი ვართ, კვალიფიციური ადამიანია, ქართულ ეკონომისტებში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური შეიძლება ითქვას. და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში რაღაც ბევრი საინტერესო და კარგი ცვლილებებიც მოხდება. ამასთანავე ის არ არის ადამიანი, რომელიც ასეთი დაუფიქრებლად წავა რაღაც რისკებზე. ამიტომ ძალიან კარგი არჩევანია ჩემის აზრით, მხოლოდ შემიძლია მივესალმო. გეგმები ჩემ გეგმებს მოგახსენებთ სექტემბრიდან, ჯერჯერობით ახლა ბუნებრივია, მაქვს გარკვეული გეგმები, ერთადერთი შემიძლია კითხრათ ის, რომ მთავრობაში ალბათ ვერ მიხილავთ ჯერად, მაგრამ უმუშევარი და საკუთრად არ ვიქნები ბუნებრივია. სექტემბრიდან ვიქნები საკმაოდ აქტიურად ჩართული პროცესებში. ახლა ჯერჯერობით კონკრეტულად ვერ გეტყვით ჯერ. არა, აბსოლუტურად არ მგონია რა გამორიცხულია. ბეთო ნამდვილად არ ვაპირებ და არც ვარ ახლა ისეთი ადამიანი, რომელიც პარტიას უხელმძღვანელებს და ნამდვილად არ მგონია ჩემი თავი ასეთ რაღაც სპეციფიური ტალანტი ჭირდება ამას. გარდა ამისა, ბუნებრივია პარტიის ყრილობა ჩვენი იქნება, მაგრამ ეს იქნება ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. რომ ძალიან ბევრი რამ არის ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოკიდებული, როგორც წავა პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში. არა ბიზნესმენში და რა მქონია შეხედრა. როცა ამ რატო უნდა მქონოდა? საჩივრად ყوار მივიდოდი რაღაცა. ეს რაღაც ძველი საჩივრები ამბავი ყოველას თავის საქმე აქვს. არ არის საჭირო ყველაფერზე მიხვიდე პრემიერ-მინისტრს რაღაც როგორც რაღაც უმაღლეს ინსტანციასთან, რომელიც ყველაფერს განაცხადეს. არა, მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გამოვიდოდი. უნდათ ერთ ამ თემაზე ვეღარ ვლაპარაკობ, ეს ჩავლილი ამბავია უკვე და ცხოვრება გრძელდება ჩემთვის რაღაცა. ვერ მივაცივდები რაღაც იმ მომენტს, არა? უნებრივია გავლილი ეტაპია. ერთ მაშინ მე ვთქვი, რომ არავითარი პარტიული მოტივაცია საკ ვერ ხედავ, ანუ მოტივაცია თავისუფლებაზე ნამდვილად არ იყო ის, რომ მე რესპუბლიკური პარტიის წევრი ვარ და თუმცა რა თქმა უნდა, ახლა შედეგის თვალსაზრისით რაღაც ზარალი პარტია მიიღო, მაგრამ ისეთიც არა, რომ რაღაც სერიოზული მიზეზები ლაპარაკობთ, რაღაც გადატრიალებებს. ასე რომ ეს ნუ ჩავლილი ეტაპია, წინ ვიყურებთ. როგორც გითხარით ახლა ამაზე სექტემბერში მოგახსენეთ, ჯერჯერობით თავ შევიკავებ, იმიტომ რომ რაღაცებს ვაზუსტებ კიდევ. რაღაც არა, biz არ გამორიცხავ, მთავრობაში მოღვაწეობას გამორიცხავ, პრაქტიკულად მე არ მგონია ახლა მთავრობაში ადმინისტრად და მომადგილედ არ წავალ ახლა. სხვაგანაც იმ სფეროში ვიყავი, რაც უფრო ასე თუ ისე ჩემთვის ის არის. მესმის ის სფეროდი ახლა ასე. იყო ასეთი პრაქტიკა ჩვენთან, რომ სადაც გადაყავდათ რაღაც ენერგეტიკის მინისტრი და კულტურის მინისტრი და ასე შემდეგ, ეს არ მგონია პლაცური იყოს. ოღონდ მე იყო და ოღონდ თანამდებობა კონდეს და ცოტა რაღაც ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა კონდეს იმ სფეროზე. არ არის აუცილებელი სპეციალისტი იყო, მაგრამ რაღაც წარმოდგენა უნდა კონდეს. ვიცი ახლა თქვენ ისეთ კითხვას წავთ მე მგონი პირიქით ის ახლა ის რომ გიორგი მარგველაშვილი არის ფავორიტი ეს მე მგონი ეს ზარიწევს ჯერჯერობით ეს არის ფავორიტი იმიტომ რომ არის საქართველოს ოცნების და ბიზნეს ივანიშვილის მიერ დასახელებული კანდიდატი თავარი ფაქტორი ეს არის
კონკრეტულად თვითონ როგორ წარმოაჩენს თავის თავს, ამას გვიჩვენებს ის საარჩევნო კამპანია, რომელიც მან დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საარჩევნო კამპანიით კიდევ რაღაც ის რეიტინგი რაც აქვს, ცოტა მეტი ექნება ამის მერე, კამპანიის მერე. ეხლა სხვა პრეტენდენტები როგორ იმუშავებენ და რაზე გააკეთებენ აქცენტებს, ეს სხვა ამბავია. აქ უფრო საინტერესო ჩემის აზრით არის, მე მაინც ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი რა თქმა უნდა გაიმარჯვეს, მაგრამ მეორეზე ვინ გავა, ეს უფრო საინტერესოა, თქვა. აქ არის ორი პრეტენდენტი უფრო მეტად, აი კალბატონი ბურჯანაძე და ბაქრაძე. იმის დამიხედვით თუ ვინ იქნება მეორე ადგილზე, აი რაღაც გარკვეული ცვლილებები ქართულ პოლიტიკაში ამის მერე შესაძლებელია მოხდეს. ანუ თუ გავა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, მათ ექნებათ იმის უფრო მეტი ლეგიტიმაცია, თქვან რომ ისინი არიან მთავარი ოპოზიციური ძალა და განიმტკიცონ ამით რაღაც ის მდგომარეობა, რომელიც აქვს, ყოველ შემთხვევაში დაიმაგრონ ის მაინც აი იგივე პარლამენტის წარმომადგენლობაც. თუ გავა ბურჯანაძე მეორე ადგილზე, მაშინ მას ექნება სათქმელი, რომ ის არის მთავარი ოპოზიციონერი ქვეყანაში, მთავარი ოპოზიციური ძალა და უფრო წვავედ დასვამენ, დაისმება, თქვა იგივე იგარეში არჩევნების საკითხი. რაც პირველ შემთხვევაში უკვე რომელიც პირველ შემთხვევის მერე საერთოდ უკვე ამ საკითხის დასმა გამორიცხული იქნება, მე მგონი რეალურად. იმიტომ რომ ეს არჩევნები რო წესიერად ჩატარდება და აქ არ იქნება გაყალბება და ჩაყრა და რაღაცა, ნუ ამას მე მგონი ეჭვი არა აქ არავის და ნამდვილადაც ჩატარდება რამდენადაც შემთხვევით ცნობილია. არა, ესე იგი, ჩვენ საერთოდ არ არის პარტიულად არცხარი არა. საკრებულოში ბევრი არ დაუჭირა მაგასხარი რესპუბლიკელებმა, რა იგი თქვა, რომ შეისწავს რესპუბლიკელების წარმომადგენლებმა თქვა და სწორი თქვა, აბსოლუტურად ვეთაყმები მე კალბატონ გულიკოზე, ეს საკითხი არის შესაძლებელი, რაღაცა ასე რაღაც უნდა ვკითხოთ კიდე საზოგადოებაზე თუ მაინც ადამიანის ვიღაც სახელის დარქმევას, თორემ ასე ახლა თქვა იგივე ბატონ ზვიადის შვილმა წუხნა გამსახურდი იმას თქვა, რომ არ არის საჭირო ახლა ამის გაკეთება უნდა. ის არ არის იმედი ეჭვმიტანილი იმაში, რომ არ უარს მამამისი რა. ამიტომ ეს არ არის ეს საკითხი მართლა, რომელსაც სახელის და გადარქმევები არ არის ის საკითხი, რომელსაც ჰაიჰარად უნდა გაკეთდეს. მართლა გარკვეული შესწავლა ჭირდება, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ პერიოდი ჭირდება ისტორიული მოღვაწის სახელი სანამ ენიჭება ვიღაცას რაღაცა დროც უნდა გავიდეს, დრომ უნდა გამოსცადოს, ის თაობები უნდა წავიდეს, რომელიც იმ დროს ცხოვრობდნენ, ცოცხლები იყვნენ და თუ ხომ ის იხსოვნა დარჩება და დარჩება ხეს ვიად გამსახურდია როგორც პირველი პრეზიდენტი, უნებრივია საქართველოში დაწრობილი დისიდენტი. თუ დარჩება და კიდევ იქნება ამისრული, შემდეგ თაობება უნდა გააკეთოს. ასე მგონია სწორი, თუმცა ნებისმიერ ვარიანტში მოითხოვს უპროფესიონალობაზე ჰაიჰარად ასეთ საკითხები არ უნდა წყდებოდეს ალბათ. თორე წინააღმდეგი და არც მომხრე და არც წინააღმდეგი ჩვენ არ ყოფილა ნამდვილად პარტიულად. ამაში პარტიაში აზრიჟელობა არ ყოფილა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ. ბურჯანაძეს შანსები არ აქვს, ცუდი მე ვიტყოდი, თუმცა ეს როცვასო ცუდი შანსები არ აქვს, ეს არ ამგონია ქვეყანაზე რატყოლებდეს კარგად, ანუ რითი თქმა მინდა. აქ ძირითადად არის რაზე ლაპარაკი, რომ თავარი გზავნილი კალბატონი ბურჯანაძის არის ის, რომ ის მოვა და ყველას დაიჭა. ყველას თუ არა, მაგრამ დაიჭეს პირველი მიხეილ სააკაშვილს მაგალითად და აი ანუ კაცრი კურსი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და ეს მოთხოვნა საზოგადოებაში იმ სიტუაციებს რაც შეიქმნა 1 ოქტომბრის მერე ეგრეთ წოდებულ სამართლიანობის აღდგენის თუ სამართლიანობის დამკვიდრების სიმტყეში, ანუ დიდი უკმაყოფილება საზოგადოებისა, რომ რაღაცნაირად ვერ ხდება ნაციონალური მოძრაობის აი ესეთი ოდიოზური თუნდაც წარმომადგენლებისთვის ბრალის დამტკიცება და ისე ვთქვათ უკანასკნელი მომენტი იყო იგივე ბაჩო ახალაიასთვის გამართლებელი განაჩენის გამოტანა. სერიოზულ უკმაყოფილებას წარმოქმნის. ეხლა იცით რა არის, ყველა ამ ქვეყანაში ვიცხოვრობთ ეს 9 წელიწადი და ყველას გვაქვს თავის ჩვენ თავზე რაღაც გადატანილი. მეც მაქვს რაღაცები გადატანილი ჩვენ თავზე. როდესაც ეხლა ჩვენ ხედავთ რომ აი ამ სიტუაციას რაც არის შექმნილი, რომ ბუნებრივია რომ უკმაყოფილება მატულობს. ჩემის აზრით, პირადად ჩემი აზრია, არა მარტო ჩემი შეიძლება ითქვას, თავიდანვე იყო ალბათ ჩვენი შეცდომაც იყო, ხელისუფლების შეცდომაც იყო დაშვებული, რომ ზედმეტი აქტივიზება მოხდა ამ საკითხის, ამ სამართლიანობის აღდგენის. ეგრეთ წოდებულის. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა რომ შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, იქ გაკეთებულიყო პოლიტიკური შეფასებები, იქ ყოფილიყო დებატები ამ თემაზე, მსჯელობა ამ თემაზე, ეს რაღაცნაირად საზოგადოებას მისცემდა საშუალებას, რომ ეს ემოციური მომენტი უფრო გადაეტარებინა ადვილად. ამასობაში პროკურატურაშიც, სასამართლოშიც გატარებულიყო შვიდად წყნარად ყოველგვარი რაღაც ზედმეტის გარეშე რეფორმები, მათ შორის იგივე პროკურატურაში საკადრო რეფორმებიც შესაძლებელია, იმიტომ რომ ძალიან რთული ახლა იმ ადამიანმა დაიჭიროს ის ვინც გუშინ მისი უფროსი იყო, ეს ყოველთვის რთული არის ხოლმე. ასეთი მომენტი.
და როდესაც უკვე საპარლამენტო კომისიაში დადგებოდა რაღაცა საკითხები, შეგროვდებოდა მტკიცებულებები, გადაეცემოდა შემდეგ პროკურატურას. ჩვენ ძალიან კარგად ვცნობდით ალბათ, სანამ არის მოქმედი პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, სანამ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდებოდა, ასე ხა ნაციონალური მოძრაობის გაგდება პოლიტიკიდან ვერ გამოვიდოდა. ეს შეიძლება გამოსულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წავიდოდით რაღაც ავტორიტარული და პირდაპირ რაღაც კანონდარღვევის გზით, ავტორიტარული მეთოდებით მიუდგებოდით. ისევე როგორც თავის დროზე ხა ნაციონალური მოძრაობა რას აკეთებდა. თქვათ რომ იჭერდა იქ კაკოჩხაიძე რომ დაიჭერეს სულხან მოლაშვილი, მაშინ რეპუტაცია იმ ხალხის იყო ისეთი რომ ისინი არიან კორუმპირებულები, ეჭვი არავის არ ეპარებოდა ამაში. მაგრამ ავიდა მერე დრო და იგივე სულხან მოლაშვილისთვის ბოდიში გახდა მოსახდელი, იმიტომ რომ არაფერი პრაქტიკულად მტკიცებულებები მის წინააღმდეგ არ ქონდათ, უბრალოდ იყვნენ ასე რომ აი, მოდი დავიჭიროთ, მე იმან ფული არ მიიტანა და ამიტომ ჩასვეს დიდი ხნით ციხეში და ვინც ფული მიიტანა არ ჩასვეს ციხეში და გამოუშვეს. ამ გზით წასვლა მართლაც იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა და არასწორი. ეს შეიძლება ვიღაცა რადიკალურად განწყობილი ნაწილი საზოგადოებისა კმაყოფილი დარჩენილიყო ამით. აი რა კარგია რომ ვიღაც დაიჭერეს და ჩასვეს ამ ფული მოატანიეს ამ მიუსაჯეს, მაგრამ მთლიანად ეს ქვეყნისთვის იქნებოდა დამანგრეველი ნამდვილად, არა მარტო იმის გამო რომ ნაციონალურ მოძრაობას საზღვარგარეთიდან აქვს ხარდაჭერა, თვითონ ქვეყნის შიგნით. ასე ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება გვინდა, ამაზე უარი უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ. მაგრამ აი ესეთ მომზადებლად თქვათ იგივე ამ თემაში ასე აქტიურად შესულა, როგორიც იყო აი ამ ნაცმოძრაობისა პოლიტიკური ლიდერების სამართლებას მათთვის ბრალდებების წადგი, როცა არ იყო მომზადებული. ეს კარგად პირდაპირ ვთქვით რა. ამან გამოიწვია საზოგადოებაში რადიკალური განწყობილებების ზრდა. სხვადასხვა იგივე ნაციონალურ მოძრაობამ შეიტანა მაშინ წვლილი თავისი ასე ვთქვათ საკმაოდ ზედმეტად ჩემის აზრით მათთვისვე წამგებიანი აგრესიულობით და მათთვისვე წამგებიანი აგრესიული რიტორიკით გაზარდა ხალხში ეს რადიკალური განწყობები და ეს იგივე ქალბატონ გურჯანაძისთვის არის ხელსაყრელი ფონი და მიიღოს მეტი ხმა, რომელსაც ის უფრო წყნარ და შვიდ ვითარებაში ვერ მიიღებდა. ასე რომ მას აქვს შანსები რა თქმა უნდა, მე არ მგონია რომ არა მეორე ტურს არ ველი, მაგრამ თქვათ იგივე მეორე ადგილისთვის იქნება სერიოზული ბრძოლა. I don't know.